გამარჯობა. გამარჯობა მეგობრებო. რახან ჩვენს ვიდეოს უყურებთ, ესე იგი, ეს მოდელი გაქვთ ნაყიდი, რომელსაც ქვია მიმდემი. მიმდემი წელს, განსხვავებული, უფრო გაუმჯობესებული ვერსია არის, ვიდრე შარშა მქონდა. სანამ ამ ნაძვისხის გაშლას დავიწყებთ, მანამდე რამოდენიმე მცირე დეტალი გვაქვს გასათვალისწინებელი, ესე იგი ნაძვისხი შედგება 4 დეტალისგან: ძირი, ფეხი, ქვედა ყველაზე სქელი ნაწილი, შემდეგ შუა ნაწილი და შემდეგ ყველაზე პატარა თავი. ჯერ როდესაც ფეხს გავშლით და ბოლტებს დავამაგრებთ, შემდეგ უკვე ქვედა ნაწილს როცა დავდგავთ, არ დავდგათ შუა ნაწილი და ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი გავშალოთ, შემდეგ დავადგათ შუა ნაწილი, ის გავშალოთ და შემდეგ ზედა ნაწილი გავშალოთ და ისე დავადგათ. რაც შეეხება თვითონ ნაძვისხის გაშლას, მანდ არის რამოდენიმე ნიუანსი, რომ მაქსიმალურად გაფანტეთ ყველა ტოტი, სილიკონის ტოტი იქნება თუ PVC-ის ტოტი იქნება, მაქსიმალურად გაშალეთ, რომ მიიღოთ ეს დაბუჭკულობის და შევსებულობის ეფექტი, რასაც ამ ვიდეოშიც განახებთ. ჯერ პირველ რიგში ხსნით ყუთს. ეს არის შუა ნაწილი. ეს არის ქვედა ნაწილი. ხო, აი ქვევით აქვს პლასმასის ხუფი, რომელიც უნდა მოაშოროთ და ეს არის ყველაზე ზედა ნაწილი. ფეხს მოყვება 3 სამაგრი, რომელსაც თავიდან დავუჭერთ ოდნავ მსუბუქად, იმისათვის რომ მოახერხოთ ქვედა ნაწილის ჩადება და შემდეგ უკვე უნდა დავუჭიროთ. შემდეგ სვავთ ყველაზე განიერ ნაწილს. და გადმოიშლება ასე ტოტები. ასევე დავუჭერთ ქვედა ნაწილს, ოდნავ და დავიწყებთ გაშლას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ უნდა გავშალოთ ქვედა ნაწილი, შემდეგ დავადოთ შუა ნაწილი, იმიტომ რომ ესე უფრო გაგვიადვილდება ნაძვისხის აწყობა. როდესაც ქვედა ნაწილს მოვრჩებით, შემდეგ უკვე ვადგავთ შუა ნაწილს და ვიწყებთ მის გაშლას. როგორც კი მეორე ნაწილს მოვრჩებით და ოდნავ ჩავასწორებთ, შეგვიძლია გადავიდეთ მესამე ნაწილს და ეგ ყველაზე მარტივია. სანამ დავდგავთ, მანამდე გავშალოთ. როგორც კი მისაღებ მდგომარეობამდე მივიყვანთ, შემდეგ ამას დავდგავთ და ადგილზე შევეცდებით ჩასწორებას, თუ ამ ჩასწორებას რა თქმა უნდა მოითხოვს. მე მგონი ძალიან ლამაზად დაჯდა. კიდევ რამოდენიმე პატარა შტრიხს შევიყვანთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევხედოთ ოდნავ შორიდან. და შევავსოთ პატარ-პატარა სივრცეები. მოკლედ, სულ ეს იყო მიმდემის გაშლის ინსტრუქცია, ასე ვთქვათ, და აი ესეთი ვიზუალი უნდა მიიღოთ ახალი მიმდემის ნაძვისხისგან. რაც შეეხება მის სხვა დეკორაციას, იქ ძირის შეძენას, ამის შეძენად შეგიძლიათ ჩვენთან, ქოთანი იქნება ძირი თუ განათება, მაგრამ უკვე და ეს ყველაფერი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მორთვოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ შენაძენს. ავალ შობა ახალ წელს.